ჩვენთვის აუხსნელია რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს გარშემო. რანაირად შეიძლება ცხოვრობდეთ საზოგადოებაში, სადაც თქვა ჩვენი კოლეგები ისე იქცევიან, თქვა როგორც იქცევიან და ხელისუფლება კიდე იდეაში თითქოს არანაირი საფუძველი საშიშროების რო არა აქვს, ამ ადამიანებს, თითქოს ახლიდან მუხტს ქმნის პროტესტის და რაღაცნაირად კონსოლიდაციის იმ ადამიანების, ვინც არ არიან მის მხარეს რა. გულისხმობაში გრძნობდი რომ კოცები ამ ხალხს ციხეში გავუშვებდნენ, მაგრამ ლოგიკის დონეზე ჯარიმა უნდა გამოეწერა და პანგოლით გამოეგდოთ ციხიდან. თუ პოლიტიკურად მოგება გინდა, პოლიტიკური რაღაცნაირი შვენიერი განსხვავება იყო. წამოგიდგენთ ტიპებს დაანონსებული გვაქვს ახლა გარდა არჩევნების, ერთი ხვიდან არჩევნები გვაქვს დაანონსებული, მეორე ხვიდან გვაქვს დაანონსებული აჯანყება 4 ოქტომბერს, 2 ოქტომბერს ხდება. ერთი ამბობს რომ ჩვენ ახლა უნდა მივიდეთ რა ბიულეტენები გავაფეროდოთ, მეორე ამბობს ჩვენ იგივე დღეს შევიკრიბებით 300,000 ადამიანი დავამხოთ ხელისუფლებას. და ხვდები რომ აი როგორც ეს ჯანყი რაღაც ფეიკია რა, ვითარებაში როცა რა ვიცი, ყველა თუნდაც აი რა წამოდგენს არ უნდა გქონდეს ხაზრაძეზე ან თუნდაც ჯაფარიძეზე და იმაზე ოღონ ზურაზე. ფადე ჯაფარიძეს ვაშ პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ აი რა წამოდგენს არ უნდა გქონდეს ამ ხალხთან. ანუ რაღაც ამორჩევის დიდი ნაწილი ხო მიიჩნევს ეს მათი რჩეული პოლიტიკოსები არიან. და თუნდაც ეს ყველა ამორჩეული ცდებოდეს ბოლოს და სულ ბოლომდე მოტყუებული იყოს. ხო არადეკვატურად გამოიყურება რომ ესენი ნუ ხე ლევ იღებს მოწლებს არჩევნებში, რომ წამოიდგინო რომ არ იღებენ მოწლებს არჩევნებში რა. თავისინებით თუ არ იღებენ პრობლემა არ ქონდა კაცო. წადიტაციას გაიკეთებდი როგორც ნაცები. მაგრამ ესენი ხო იძულების ქვეშ იქნებიან ამ შემთხვევაში. ხო და ეს ხო ფიქტური არჩევნები გამოდის, როგორც ეს ფიქტური რევოლუცია. და ორივე მხარე რაღაცა გეუბნება რომ შენ პოლიტიკა გინდა არა მოდი რაღაც სხვა ვითამაშოთ მოდი არჩევნობა ვითამაშოთ რევოლუციონერობა ვითამაშოთ ცენტრის სპექტაკლია დაძმული რომელშიც უბრალოდ საღიაზრის ადგილი არჩება ან ჩვენი ადგილი არჩება მის პრეტენზიას კი არ მინდა დავაყენო რომ მე ვარ საღად მოაზროვნე ერთადერთი რაღაც მაგრამ საღიაზრი ხო რაღაცას ნიშნავს ანუ თუ საღად აზროვნების პრეტენზია გაქვს მინიმუმ სხვა იგივე პრეტენზიის მქონე ადამიანს უნდა ელაპარაკებოდე დისკუსია შედიოდე და მეორე ვინ არის მის ლაპარაკს აი მეორე ადამიანი არის ჩვენს იგეთ პოლიტიკურ სპექტრში არის ადამიანის ზადარის ილაპარაკოს ნუ პრეტენზია რა აქვს რომ რაიმე საღიაზრი აქვს რაიმე არგუმენტი აქვს მარტო მონოლოგში ლაპარაკობენ ძალიან ცუდია რომ ადამიანებს იჭერენ აბსოლუტურად უსამართლოა რომ რაღაც წინა საარჩევნოდ 4 ოპოზიციის ლიდერი არის ციხეში აი აბსოლუტურად მიუღებელია და როგორ გითხრა ხარ კოცები კი არა ვინც არ უნდა იყვნენ ზოგადად ვინც ასეთ რაღაცას აი პირდაპირ დიაგნოზია ხო რომ ასეთი ხელისუფლება ნიშნავს რომ შენ ყავს ავტორიტარული რეჟიმი და ამ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება არ არსებობს როგორც ასეთი აი ყველა 4-ვე პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაჭერილია მაგრამ წარმოიდგინე რომ მეორე მხარეს რომ მიდიხარ და აქ რა ხდება აქაც ხდება ჩვეულებრივი ერთი ადამიანის პარტიები, რომლებიც პარტიები არ არის, შენ თვითონ ძალიან კარგად იცი, ნუ ამის გამოცდილება მაინც გვაქვს და ანუ მე მგონი ეს სქემა ეს არის ერთადერთი რაღაცა, რომელიც დამტკიცებადია, რომ არც ერთი პარტია არ არის, როგორც ასეთი, არიან უბრალოდ რაღაც ადამიანები, რომლებსაც უნდათ ბიზნეს ვთქვათ ჩანაცვლება რა თვითონ. და ანუ როგორ უნდა იფუნქციონიროს ამ პარტიებმა ამ ადამიანების გარეშე რომლებიც ციხეში არიან ხო ანუ ფიზიკურად აი პოზიცია ვინ უნდა გამოხატოს ამ პერიოდის განმავლობაში ან რამე გადაწყვეტილება რო იყოს საჭირო აი შენ რო გინდოდეს მის რო ვისთან უნდა მიხვიდე და ვის უნდა დაელაპარაკო ხო ანუ ჯერ როცა ლიდერები იყვნენ ისინი ელემენტარულად აქეთ გებრძოდნენ ანუ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაწყებული ცენზურით, დაბლოკით ტელევიზიებში, შენზე ასე თქვათ ცილისწამების გავრცელებით და კამპანიების წარმოებით მოჩენილი ადამიანებით, რომლებიც ამას აკეთებდნენ და ეხლა მიუხედავად იმისა, რომ შენ მათკე ხარ, იმიტომ რომ ციხეში შედან უსამართლოდ, ანუ ფიზიკურად არ იცი, როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ელემენტარულად დაეკონტაქტო რამეზე. აი თუნდაც იმისთვის რომ ხარდაჭერა გამოუცხადო, არა როგორ უნდა გამოუცხადო ხარდაჭერა, აი როცა ის გზა გაიარეს ციხემდე, რომელიც მათ გაიარეს. ანუ ციხემდე აი ნუ ვერაფრით ვერ ხსნი რომ რატო გადაწყვიტეს რომ მაგალითად ციხეში წასულიყვნენ თუნდაც აი თავისი ნებით ვიღაცეებმა, ხო? და ანუ ხო შეიძლებოდა რომ ბოლო აი რამე გეგმა შემოეთავაზათ და ამის გამო შენ გქონოდა იმის განცდა რომ აი იმის გამო რომ ეს ხალხი ამას აპირებდა აი ამის გამო ხდება ის რომ ციხეში დაიჭირეს. ეს ხალხი არაფერს არ აპირებდა, გესმის? ანუ აი არაფერს არ აპირებდა, ის საუკეთესო ვერსიას აი თვითონ რო ეხლა ხაზარაძეც ხო მაგას ამტკიცებს რომ კაცო რატო უნდა ვაჩუქოთო ისეო ჩვენ რო თავიდან რაღაცას ვიძახდით იმას იმეორებენ, ანუ ყველაზე
რაღაც საკაიფო ვერსია კოცებისთვის შეასრულეს და მიუხედავად ამისა მაინც ციხეში არიან. არაფერში არ წერიეს, ანუ არანაირ ადეკვატურობაში უბრალოდ აი ვიღაცები რო წერენ ხოლმე, აქ ვიღაც კიდე წერს კოცი რო ისაო ვერ ამოხდა კანონი და არ ღვიაო და რო ხდები რომ რა იდიოტი ხარ თუ ვერ ხდები რომ აი ამის გამო ადამიანის ციხეში არ შეიძლება იჯდეს. ანუ სპეციალურად მოუგონეს პროცედურა, სპეციალურად მოუგონეს რაღაცა ის სისხლიან პლაკატებს რო ხატავდნენ ხოლმე რა ადამიანების გასაღიზიანებლად. ატარეს ხალხი, აგინებინეს ნაცებს თუ ვინც არიან და დაიბარეს ეს ტიპები, რომლებიც არ მივიდნენ რა. ანუ უბრალოდ სალაპარაკოთ რომ დაგიბარონ და რო არ მიხვიდე და ამის ლაპარაკის, ანუ ფაქტობრივად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა რაღაცა გაგებით, ხო? ხო და მაშინ რა მეორე საკითხი ისინი რატო არ მივიდნენ, მაგრამ ანუ ამის გამო რომ სადღაც არ მივიდნენ, მაგის გამო ციხეში გაშვება შენი თავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების როგორც ასეთი ну ამის რაღაცა გაправება შეუძლებელია და თუ შეუძლებელია ამის გაправება და არიცი უბრალოდ აი უკვე რამდენი შემთხვევაა რომ სპეციალურად ზაბავენ სიტუაციას მაშინ როდესაც შენ არიცი რა მოტივით გაკეთებენ ამას გამოდის რომ მარტო ჩვენ და კოცებმა რომ ვიღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა ანუ ფაქტობრივად შენ რაღაცნაირად ხელს კრავ თელ ოპოზიციურ ამორჩევლსაც მე არ მინდა არა რაღაცა არ შეიძლება ერთმა თავისი ნებით არ იღია მოწრებას და მე მიხარია და ხელს ჩამოვარდა და აბა თქვენიც წადით დაისვენ სახში და რაღაც პრობლემა არ მაქვს და იძულების ქვეშ რო არიან ნუ ციხეში როცა არიან უკვე ავტომატურად ესე გამოდის ხო ცხადია და ეს სხვა თამაშია და ამიტომ აი ხო არა გამორიცხული არ შეიძლება ანუ ასე ამ არჩევნებს ვერ დაარქმევ რომ რაც გინდა ეს დაარქმევ შეიძლება ბოლოს რაღაც სხვა იყოს რატომაც რაღაცაში იღე მოწვევა ხო ანუ არჩევნები მაშინ უბრალოდ ჩვენი საკითხი ისიც დადგება რომ უნდა მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა რა ანუ სინამდვილეში ეგ გამოდის რომ მაგ დილემის წინაშე აღმოჩნდები. ანუ მთელი დისკუსია ჩვენ ამაზე უნდა წამოვიწყოთ რომ რა გააკეთოს პატარა რაღაცა საზოგადოება ამ ჯგუფმა რომელიც აი ასეთ ქვეყანაში გაიჩნდა ესეთ სპეციფიურ სიტუაციაში. მით უმეტეს ანუ ფიქრობდი კიდეც რომ აი პოლიტიკიდან წასვლის მორალური უფლება გეკარგება თითქოს რა იმიტომ რომ აი წარმოიდგინე რომ სამყაროში რაღაცა აი ძალიან უცნაური პროცესი მიდის შენს ქვემოთომი შენს ზემოთომი ანუ შენი ქვეყნის არანაირი ასე თქვა გაგება რო არ ანუ საკუთარი ქვეყნის არ გესმის ანუ ვაფშე რა ბოლო იმების რა ქვია ირანელების გაიგებს ბოლო რა უნდათ და რასაკეთებენ და რაღაც იმას რა ქვია პრაგმატულ იმას მაინც დაინახავ რა მოტივს მაინც დაინახავ რა ხელისუფლებას ინარჩუნებენ დიდი ფულია გავლენა რეგიონალური ისა ესა მაგრამ შენს ქვეყანაში რა ხდება ეს რო არ გესმის აი ახლა რაც აქვს გადასაწყვეტი არის ის რომ ამ სიტუაციაში რა არის მორალურად სწორი პოზიცია აი ასეთ სიტუაციაში რა არის ადეკვატური ქცევა